ანტიკურ საბერძნეთში კონფლიქტი მეზობლებს შორის და ომი შეტომილ დამპყრობლებთან ცხოვრების წესი იყო. ამიტომ ბერძნები გამოცდილ მეომრებად განიხილებოდნენ. ბერძნულ ციხე-ქალაქთა უმეტესობა შემოსაზღვრული იყო მასიური თავდაცვითი გალავნებით, მაგრამ სპარტა სულ სხვა მოვლენა გახდათ. თავდაცვითი გალავნები აღარ არის სავალდებულო, თუკი ანტიკური სამყაროს ყველაზე თავზარდამცემი მეომრები ყავს. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რას აკეთებდნენ სპარტელები იმისთვის, რომ დაუმარცხებელი მებრძოლები აღეზარდათ. ამ შეკითხვას რომ უპასუხოთ, მოგვიწევს ჩავიხედოთ უძველეს ნაწერებში, რომლებიც ამის შესახებ შეიქმნა. სპარტას შესახებ თავად სპარტელების არანაირი ჩანაწერი არ მოღწეულა ჩვენამდე. ჩანაწერების შენახვა მათთვის აკრძალული იყო. ამიტომ მოგვიწევს დავეყრდნოთ არასპარტელ ანტიკურ ისტორიკოსებს, ჰეროდოტეს, თუკიდიდესა და პლუტარქეს. ეს ისტორიები ასახავს სპარტას აღზევების ხანას და სავსეა ქება დიდებით. ამიტომ შესაძლოა სპარტას, როგორც მოვლენის დანახვა, ყველა მხრიდან ვერ მოვახერხოთ. სპარტელებისათვის არსებობის დანიშნულება მარტივი იყო, რომ ვემსახურო სპარტას. სპარტელის დაბადებისას უფროსები გამოიკლოვდნენ ფიზიკურ მონაცემებს. თუ ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი იყო, ჩათვლიდნენ, რომ მას შეეძლო ამ მიზნის შესრულება, მაგრამ სამწუხაროდ, თუ ახალშობილი ასეთი არ იყო, შეიძლებოდა ტაიგეტის მთაზე დაეტოვებინათ. ყველა სპარტელი ბიჭიცა და გოგონაც უნდა ყოფილიყო ფიზიკურად ძლიერი, მენტალურად მტკიცე და ემოციურად მდგრადი. ამიტომ ცხოვრების პირველივე წლებიდან ბავშვები იზრდებოდნენ იმ მენტალობით, რომ ისინი უპირველესად სპარტას ერთგულები უნდა ყოფილიყვნენ, შემდეგ კი ოჯახის. ალბათ ასეთი მიდგომა აიძულებდა ბიჭებს აგოგაში წასვლას, როგორც კი 7 წელი შეუსრულდებოდათ. აგოგა იყო ადგილი, სადაც ეს ბავშვები ნამდვილ სპარტელ მეომრებად ყალიბდებოდნენ 13 წლის განმავლობაში ზედმეტად დაუნდობელი და სასტიკი რეჟიმის პირობებში. სპარტელები უპირველეს ყოვლისა აფასებდნენ ფიზიკურ მომზადებას, ამიტომ მოსწავლეები ხარჯავდნენ დიდ დროსა და რესურსს ნამდვილი ბრძოლის ხელოვნების დასაუფლებლად. გამძლეობა რომ გაეუმჯობესებინათ, ბიჭები ბრძოლაში ერთმანეთს იწვევდნენ ხოლმე და ჩაგვრა ჩვენი სამყაროსგან განსხვავებით სპარტაში მისაღები იყო. იმისთვის რომ უკეთ შეგუებოდნენ ომის პირობებს, ბიჭებს მშივრებს ტოვებდნენ. ხშირ შემთხვევაში შიმშილი რამდენიმე დღესაც კი გრძელდებოდა. მათ ასევე თხელ ტანსაცმელს აცმევდნენ, რომ ორგანიზმი ნებისმიერ ტემპერატურას გამკლავებოდა. ხშირად მომავალ ჯარისკაცებს საჭმლის ქურდობაზე წაახალისებდნენ ხოლმე, მაგრამ თუ ფაქტზე დაიჭერდნენ, სასჯელი მოელოდათ. თუმცა არა იმიტომ, რომ მოიპარეს, არამედ იმიტომ, რომ ეს ოსტატურად ვერ გააკეთეს და შესამჩნევი გახდნენ. გამძლეობის ყოველწლიურ შეჯიბრზე, რომელიც რელიგიურ რიტუალს წარმოადგენდა, სახელად დიამასტიგოზი, ბიჭებს ქალღმერთი არტემიდას საკურთხევლის წინაშე ამათრახებდნენ, რის შედეგადაც ბევრი მათგანი იხოცებოდა და გარდაცვლილი ბავშვები ქალღმერთი არტემიდასთვის შეწირულ მსხვერპლს წარმოადგენდნენ. ახალგაზრდა სპარტელები წერა-კითხვასთან ერთად სწავლობდნენ ცეკვას, რაც მათ მოძრაობებს მოქნილსა და ჰაერომას ხდიდა საბრძოლო ილეთებისას. გოგონების პასუხისმგებლობები კი სპარტაში განსხვავებული იყო. სტანდარტული დანიშნულება მათთვისაც იგივე რჩებოდა, რომ ემსახურონ სპარტას თავიანთი ცხოვრებით. სპარტელი გოგონები ცხოვრობდნენ სახლში, დედებთან და დადიოდნენ სკოლაში. მათ სასწავლო პროგრამაში შედიოდა ხატვა, მუსიკა, ცეკვა და წერა-კითხვის შესწავლა. საუკეთესო ფიზიკური მონაცემები რომ ჰქონოდათ, ვარჯიშობდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, როგორებიცაა ბადროს ტყორცნა, შუბის ტყორცნა და ცხენზე ჯირითი. სპარტაში სწამდათ, რომ ძლიერ ქალს შეეძლო ნამდვილი სპარტელი შვილის გაჩენა, რომელიც ერთ დღესაც დიდებული მეომარი გახდებოდა. ყველა სპარტელს, ქალსაც და კაცსაც სკოლებში უმთავრეს საგანს ასწავლიდნენ და ეს საგანი სპარტას ერთგულება იყო. სამშობლოსთვის სიკვდილი აღქმული იყო როგორც უდიდესი დავალების წარმატებით შესრულება, ხოლო იმ მამაკაცებს უდგამდნენ საფლავის ქვას, რომლებიც ომში დაიღუპებოდნენ და იმ ქალებს, რომლებიც მშობიარობას შეეწირებოდნენ. სპარტელები ორივე შემთხვევას განიხილავდნენ როგორც სიკვდილს სპარტას სიცოცხლისთვის.